ევროპის საბჭომ 2024 წლის 21 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრების მოლაპარაკებები დაიწყოს მას შემდეგ, რაც საჭირო ნაბიჯები იქნება გადადგმული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო საზღვრისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება. დღეს ამ შეთანხმების ხელმოწერა არის ნათელი პასუხი ამ მოთხოვნაზე და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ბოსნია და ჰერცეგოვინას საზღვრებზე და აეროპორტებში ზედამხედველობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. იმ ექსპერტიზას, რომელსაც ისინი შემოიტანენ, დიდი მნიშვნელობა ექნება არამხოლოდ საზღვარზე მოწესრიგებული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, არამედ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისითაც. ეს მხოლოდ შემოწმებას არ გულისხმობს. საქმე ბევრად უფრო ფართო ზომებს მოიცავს, რომლებიც წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. ეს ასევე ხელს შეუწყობს ყველა იმ ადამიანის დაცვას, ვინც ბოსნია და ჰერცეგოვინას საზღვრის გადაკვეთას ცდილობს. მე ვფიქრობ, რომ ეს სტატუსის შეთანხმება ერთგვარ მომავლის მოდელს წარმოადგენს.